ჩვენს შემდეგ სტუმარს ცეკვაც უყვარს და თამაშიც, მაგრამ ალბათ უფრო მეტად ცეკვა. მოდით აპლოდისმენტებით მივესალმოთ ჩვენს სტუმარს ნინო კასრაძეს. მოგწანდით ნინო, აი როგორი ლამაზი გოგო მოგწანდა. გამარჯობა. გაბძან ლამაზი კაბაკაცია, გაბძანდით ნინო. უტა რა ლამაზი ხარ თქვენ. ძალიან ლამაზად გამო. როგორ ხასიათზე ბრძანდებით? კარგი. აი ბრწყინავს ადამიანი დაუკარიტაში. რას ცეკვავ, ვიცი რომ ცეკვავ შენ, მართალია, ესე მითხრეს? დიახ. რას ცეკვავ? Contemporaries. რას? Contemporaries. ხო. აი contemporary, ხომ გაიგონეთ? იცი რა, დასაწყისში ეგ სიტყვა მე რო გავიგე, მეგონა რომ მანქანის ნაწილი იყო, იცი ეგ სიტყვა. რაღაცნაირად ესე ჟღერს და. რას აკეთებ ცეკვის გარდა მითხარი? ხან სახში რო ვარ ქსოვ, ხან დედას ვეხმარები და ხან თამაშობ. პირველი რა იყო? ქსოვ. შენ ქსოვა იცი? რა საოცარი ამბავია. იცი რა, ვიგასავლა ქსოვა? დედამ. დედა კარგად ქსოვს? დიახ. იცი რა მინდა გთხოვო? კაშნე მოგიქსოვია შენ როდესმე? ჯერ არა. ხო, მაგრამ ზამთრამდე დრო კიდე იქნება რა და იქ რა მე დაგპატიჟებ და ჩემთვის ერთი ცალი კაშნე რომ მოქსოვო, შეიძლება ლურჯი ფერის მომწონს და თუ შეიძლება რომ გააკეთო. დიახ. აი, აპლოდისმენტები. აი ესეთი გულისხმიერი ადამიანი ყავს. რამდენი ხანია შენ რაც ცეკვავ? მეორე წელია დაიწყო. მართლა? მოგწონს ცეკვა? დიახ. მხოლოდ კონტემპორარის ცეკვავ თუ რამე სხვასაც? მხოლოდ contemporaries არ ცეკვავ, ბალეტსაც ცეკვავ. ანუ ბალეტიც? ეს ახლა რამხელა აპლოდისმენტებს იმსახურებს. ურთულეს საქმეს შეჭიდები ხარ, მინდა გითხრა. ესე იგი 2 წელია დადიხარ. ყველაზე მეტ რომელი უფრო მეტად მოგწონს, ბალეტი თუ კონტემპორარი? ბალეტი. კლასიკა. კლასიკა მაინც, კლასიკა. იცი რა, მე ორივე მომწონს სიმართლე გითხრა და დარწმუნებული ვარ ორივეს გადასარევად ახერხებ შენ. კიდევ რამით ხომ არ ხარ დაკავებული, მითხარი, მომიყევი რამე სხვა რაკეტებში. ტანვარჯიში. ტანვარჯიში. კიდე? დედას ვეხმარები. დედას რო ეხმარებ, ეს არის საოცარი ამბავი. კიდევ რაღაცას აკეთებ შენ. მოთხრობებს წერ. რა შვები? მოთხრობებს წერ. მოთხრობებს წერს. რას მეუბნები? დიდი ხანია წერ მოთხრობებს? როცა სკოლაში გვაბარებენ, წერ ხოლმე. და რაზე წერ ხოლმე? რასაც სკოლაში გაბარებენ თუ უბრალოდ სკოლაში რას გაბარებენ? გეუბნებიან რა თემაზე უნდა დაწერო თუ შენით იგონებ რისი დაწერა გინდა? ვიგონებ ხოლმე. და რაზე წერ? ხან ბედნიერებაზე, ხან სიყვარულზე. ხან ბედნიერებაზე და ხან სიყვარულზე. როგორი ბედნიერება ეს ადამიანებო. შენ მოთხრობების წერა უფრო მეტად მოგწონს თუ კითხვა? წერა. რამხელა მოთხრობები გაქვს დაწერილი? 1 გვერდი, 2 გვერდი, 3 გვერდი, 4 გვერდი, 20 გვერდი, 27 გვერდი, 30 გვერდი, რამდენი გვერდი გაქვს დაწერილი? ხან 2-ს წერ, ხან 3-ს. ესე იგი შესანიშნავი მოთხრობები იქნება, დარწმუნებული ვარ, 2-3 გვერდში ჩატეული მთელი მოთხრობა არის ძალიან რთული საქმე, მინდა გითხრა, ეს განსაკუთრებული აპლოდისმენტების ღირსია. დან ძმა თუ გყავს? დიახ. გყავს? აბა მითხარი ვინ, დაც და ძმაც? თუ დიახ. თუ მარტო ძმა ანდა? არა, ორივე. ორივე გყავს? აქ ხო არ არიან? დიახ. რა ქვიათ? ეკატერინე, გაბრიელი, ნიკოლოზ და ივანე. აჰა, 4 ხართ კაცო? 5? მოიცა, აბა მოიცა კიდე ერთხელ ჩამომითვალე, აბა სუყოლანი. შენ ნინო, მერე? გაბრიელი. ეკატერინე? ნიკოლოზ და ივანე. ნიკოლოზი და იოანე, 5 არიან. საოცარი ამბავი, ესე იგი შენ პრინციპში სახლში კონცერტი რომ ჩაატარო, ფაქტურად ანშლაგია სულმუდმივად. იმდენი მაყურებელი ყავს, ხო მართალია? ეხლა შენ მითხარი, მე დედა აქ არის მოსულია შენთან ერთად? 5 შვილის დედა აქ არის? დიდი მადლობა იმისთვის, რომ 5 შვილის დედა ხართ, აპლოდისმენტების ღირსია, მე მგონი ეს ამბავი. ეს უფროსი ყავთ, ხო? ეს ცეკვა თვითონ გადაწყვიტა? ფეხი რაც აიდგა, იმის მერე სულ თავდაყირა დგას. და სანამ ფეხს აიდგამდა, მამა ავარჯიშებდა ხოლმე, ჰაერში აგდებდა, ხან თავდაყირა კიდევდა და რაც უფრო რთულ მოძრაობებს აკეთებინებდა, მით უფრო მეტს ითხოვდა და მით უფრო მეტად გართულებულს. საოცარი. მამაც სპორტსმენია, კაცო? არ არის სპორტსმენი, მაგრამ აი შვილმა ეს უნარები გამოუმჟღავნა. შესანიშნავი ამბავია. ეხლა ცეკვაზე სად დადიხარ, ეგ უნდა მითხრა შენ მე.
დიახ. აბა მითხარი ვინ არიან შენი პედაგოგები? ჯინა მასწავლებელი და ტერი მასწავლებელი. ჯინა და ტერი მასწავლებელი, აპლოდისმენტები მათ. დიდი მადლობა რომ მოგზანდით. თქვენ ბალეტს ასწავლით ერთი და მეორე ასწავლეთ კონტემპორარის თუ ორივე კონტემპორარის ასწავლით? მე ვასწავლი ბალეტს და კი, ბატონო. კონტემპორარს და ჯინა ტანვარჯიშს. ერთად მოგიკუჩებია ყველაფრის პედაგოგები. მოკლედ აუწყია ბავშვს ცხოვრება. შესანიშნავი. როგორი ტანმოვარჯიშე გვყავს ჯინა მასწავლებელო გითხარით? მოგესალმებით. სალამი. ნინი არის საოცარი გოგო და გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოკლე დროში ისრადო საკმაოდ დიდი შედეგები და ისეთი შეჯიბრებები, როგორიც არის საერთაშორისო ჩატარებული საქართველოში, უკვე 3 პირველი ადგილიც მოიპოვა. და არის მის აპლოდისმენტები ამ ყველაფრის მერე. ეხლა ამდენ საუბარს პატივცემულო საზოგადოება, მე მგონი ჯობია ვნახოთ როგორი ოქროს გოგო ყავს ჩვენ ნინო კასტრაძე და აპლოდისმენტების თანხლებით ცხადია. Écoutez-moi, moi la chanteuse à demi. Parlez de moi, à vos amours, à vos amis. Parlez-leur de cette fille aux yeux noirs et de son rêve fou. Moi ce que je veux, c'est écrire des histoires qui arrivent jusqu'à vous. C'est tout. Voilà, 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 voilà qui je suis. Me voilà même si, mise à nu j'ai peur, oui. Me voilà dans le bruit et dans le silence. Regardez-moi, ou du moins ce qu'il en reste. Regardez-moi, avant que je me déteste. Quoi vous dire que les lèvres d'une autre ne vous diront pas. C'est peu de choses, mais moi, tout ce que j'ai, je le dépose là. Voilà. Voilà, 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 voilà qui je suis. Me voilà, même si mise à nu c'est fini. C'est ma gueule, c'est mon cri. Me voilà, tant pis. Voilà, 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 juste ici, moi mon rêve, mon envie. Comme j'en crève, comme j'en ris, me voilà dans le bruit et dans le silence. Ne partez pas, je vous en supplie, restez longtemps. Ça me sauvera peut-être pas, non. Mais faire sans vous, je sais pas comment. Aimez-moi comme on aime un ami qui s'en va pour toujours. Je veux qu'on m'aime parce que moi je sais pas bien aimer mes contours. Voilà, 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 voilà qui je suis. Me voilà même si mise à nu c'est fini. Me voilà dans le bruit et dans la fureur aussi. Regardez-moi enfant et mes yeux et mes mains, tout ce que j'ai est ici. C'est ma gueule, c'est mon cri. Me voilà, me voilà, me voilà, 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 ბრავო! შესანიშნავი შესრულება, უფრო მეტი აპლოდისმენტები აქვს, საჭირო. როგორი საყვარელია. ნინი კასრაძე, აპლოდისმენტები მას. ასეთი შესანიშნავი ნომრის შემდეგ. როგორ შეიძლება რომ ხელცარიელი გაგიშოთ ეთნო ჩემოაკერან და აუცილებლად უნდა დაგასაჩუქროთ. პირველი მოემართება ჩვენთან ძვირფასი ფაგიო. ეს შესანიშნავი ნაკრები თქვენ ფაგების პატივცემულო, იმისთვის რომ არასდროს გაცივდეთ და არანაირი ინფექცია არ მოგეკაროთ. ხომ კმაყოფილი ხარ? დედამ იცის ფაგიო. და რა თქმა უნდა, კიდევ საჩუქარი გვეკუთვნის, ხომ მართალია? კი ბატონო. მოიტანს ამ საჩუქარს ვინ? ლოკომოკოს ლომი.
რომ ეკავს. კიდევ ერთხელ უხარე აპლოდისმენტები დავაჯილდოვოთ ჩვენი სტუმარი ნინი კაცრაძე.